ვიცოდით ყველა რომ ციხეებში ძალიან ცუდად იყო საქმე. მაგრამ აქამდე თუ მივიდოდა საქმე, ნამდვილად მე პირადად არ მოველოდი. სრული პასუხისგებლობით ვაცხადე. არც ბოლშევიკების და არც ფაშისტების რეპრესიული მანქანა ამას არ ითვალისწინებდა. იქ ადამიანებს კრემატორიუმებში კლავდნენ, ციმბირში ყინავდნენ, მაგრამ ამას ისენიც კი არ შეგოდნენ. მე მაინტერესებს დღეის ამას იქეთ, ვინ ჩაიცმევს 5 ნომრით მაისურს და დღეის ამას იქეთ მაინტერესებს ვინ მიცემს ნაცმოძრაობას ხმას. A few moments later. კოცებო, გამოიყვანეთ თქვენი ეგრეთ წოდებული სპეციალისტი ისტორიკოსები რო ყავთ უნიჭოები სულ ყველა ერთმანეთზე უარესად და მითხარეთ გიორგი ბრწყინვალის შემდეგ რომელმა მეფემ ან მონარქმა ან ხელისუფალმა გაატარა იმდენი რეფორმები, რამდენიც გაატარა მიხეილ სააკაშვილი. მითხარით რომელია ბოლო 600 წლის განმავლობაში ამდენ რეფორმა ასეთ მოკლე დროში. გამოჩნდება მიხეილ სააკაშვილი კიდე. ერთი ჟურნალისტი მეუბნებოდა, ვინ გინახათო მობრუნებული პოლიტიკოსები, გამოტენილია მსოფლიო მობრუნებული პოლიტიკოსები.